ხშირად შემთხვევია ცხოვრებაში ისეთ სიტუაცია, რაც ეხება პროფესიას და სამსახურს. ამასინაც შემხვდა ნიუ-იორკში ესეთი ახალგაზრდა გოგო ჩამოსული სასწავლებლად, რაღაც გამომესაუბრა და მე ვთხარ დარჩები მეთქი და არაო მეო რატო უნდა დავრჩიო მეო წავალო, იმიტომ რომ აიო ჩემი მეგობრებია ზოგიო მუშაობენო კიდევ მასშვებიანო რა, პადრაბატებოით რაღაცა ფულს აკეთებენ რა, პახოდურო თავის საცხოვრებელი გადაიხადონო, ზოგი რესტორანში მუშაობსო, ზოგი მოხუცულესო და მეო ხო არ შემიძლია, მე აქო ესო მე უნდა ვისწავლო და მე უნდა დავბრუნდე და თუ ვეღარ გავქაჩე დავბრუნდე, მეთქე რომ დავბრუნდები და მე აქ ისწავლი და მე რას გააკეთე? არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მაგისტრის არა ვარ შექმნილი. მე ვთხარი, რას ნიშნავს მაგისტრის არა? მე რაღაცა მივხვდი რომ უკვე შეიძლება უსიამოვნებაში გადაიზარდოს რა ეს ჩვენი ურთიერთობა და საუბარი და უცბად მეუბნება რომ მეტი საქმე არა მაქვს, ეხლა ვიღაცასო მე ჩავბანო რა, მოხუცო რა და ამაზე საერთოდ გამოვშე, მე ვთხარი, შენ ცხოვრებაში ალბათ ღმერთმა არ გაგიჭიროს ეგეთი პრობლემა გქონდეს, მაგრამ ცხოვრება ისეთი დაუნდობელია, მეთქი ყველაზე ძალიან რაც არ მოგწონ და რასაც აკრიტიკებ, აი იქ გარტყავს მეთქი რა და ისე არ გამოვიდეს რომ შენ მე განგება მისე აგიწყოს სიტუაცია რომ ცხოვრებაში შენ ახლობლებთან მოგიწიოს ჩაბანვა და გამობანვა მეთქი რა. მე მაგალითად მქონია მოსკოვში სიტუაციები, როცა აბსოლუტურად უცხო ადამიანისთვის დავხმარებულ ვარ, აი საერთოდ აი უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანი ვარ და არავის არ გადაუხდია ჩემს ამასი თანხა, უბრალოდ დავხმარები ვარ და ამერიკა საერთოდ იმდენად გენიალური ქვეყანაა და დიდებული რომ ამას შენ თუ აკეთებ ამაში კიდე ფულს გიხდის რა, რომ ვიღაცას ეხმარები. ეს არის მე ვთვლი რომ ეს არის უდიდესი ჰუმანურობა. მე პირადად ვთვლი რომ ეს არის ადამიანობა, ეს არის სწავლა როგორი უნდა იყო ადამიანი. ერთი ადამიანი მეორეს რო ეხმარება, ეს არის ყველაზე დიდი ფუფუნება, ეს არის ყველაზე დიდი ადამიანობა. მე არ ვთვლი საერთოდ ამას სირცხვილად კი არა, ეს არის უბრალოდ დიდი პლუსი შენთვის, რა თუ შენ შეგიძლია სხვა ადამიანს დაეხმარო რა. და რა თქმა უნდა, ამაში კიდე თუ ქვეყანა ფულს გიხდის, საერთოდ გადასარევია და ეს იცით რა არის საერთოდ ძალიან რთული მომენტია, როდესაც ადამიანებს მიაჩნიათ ცხოვრება აი ისეთი რაკურსიდან, რომ მე დავიბადე, მე უნდა ვიყო დედოფალი და სწორედ ეგეთ ადამიანებს ენძრევათ ხოლმე რა მე ცხოვრების განმავლობაში და განგება ესე ცხვირს აყოფინებს რა, ძალიან მწარეთ აგემებს ხოლმე რა ცხოვრების რეალობას. იმიტომ რომ ეგრეა საჭირო რა. ეგრეა საჭირო და პრობლემა იცით რაში მდგომარეობს? კი, რა თქმა უნდა, ერთმა ბრძენმა ქალმა მითხრა, რომ იცი რა არისო, შენო რაც არ უნდა იფიქრო და იწვალო ადამიანიო, ან იბადება კარგი ადამიანი, ან გაბადება ნაგვათო რა და არ არის მხოლოდ ეგრე რა. შეიძლება ადამიანი დაიბადოს უბრალოდ ჩვეულებრივი პერსონა, პიროვნება, რომელსაც აუცილებლად ჭირდება ახსნა, განმარტება, სკოლიდან უნდა მოდიოდეს ეს რაღაცა ელემენტარული საუბარი ადამიანთან, ბავშვთან, თუ რა არის სწორე ცხოვრებაში, რა არ არის არასწორე, რომ არ შეიძლება შენ მიგაჩნდეს რაღაცა მუშაობა და სამსახური აი სიბანძე და სიბანძე არის, როდესაც ხარ შენ აი ამპარტავანი ქაჯი რა, ჩემთვის ეგ არის სიბანძე რა პირველ რიგში და მეორე კიდე შენ თუ ამის გამო ვიღაცა სხვას შეურაცხყოფას აყენებ, ეს ხო საერთოდ ჩემთვის გოიმობაა რა, ვაფშე ესე კონკრეტულად რო ვთქვათ რა და მოკლედ. ამიტომ ამ პოდკასტით რაზე მინდა იცით საუბარი, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავიგოთ ყველაზე მთავარი პრინციპი ამ ცხოვრების, რომ ადამიანობის ფასი, ურთიერთობის, ელემენტარული ურთიერთობის ფასი არაფერი არ არის და სიყვარულის ფასი არაფერი არ არის. ეს არის უძვირფასესი ჯილდო, რომლითაც გვაჯილდოებს ღმერთი, მაგრამ ამას ჭირდება აუცილებლად ისეთი ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ აუ ეს მაგარია, ეს კარგია და ისეთი ადამიანები ვინც თვლიან, რომ შენ რო ვიღაცას ჩაბან, ეგ ტეხავს, ხო? აი ეგეთ ადამიანებს და დაიჭირო ქეჩოში, გამოათრიო და უთხრა, რომ იცი რა, არასწორე ხარ, შეკრეტინო რა, არასწორე ხარ რა, ეგრე რო ფიქრობ რა და მთელი უბედურება იმაში, რომ მაგას არც ჭირდება ესე გამოთრება და მაგის თქმა. ეს ადამიანები თავის დაუნებურად ცხოვრების განგებით ისჯებიან. თავისი ბედი ისე ეწყობათ მე ცხოვრების განმავლობაში, რომ მე მინახია ძალიან ძალიან მდიდარი ოჯახის, აი საკმაოდ
გახლავთ უკვე თავში ჩარტყმული 20 წლის ასაკში გამწარებული ბავშვები 19 წლის ასაკში, იმიტომ რომ არასწორი მიდგომით უდგებიან ცხოვრებას. ის არის, აქ როდესაც უყურებ და წაკითხული მაქვს, რომ აი რაღაცა ოპენგეიმის თუ როჩდების ოჯახიდანო თავის შვილიშვილებიო, გაყარაო, ქუჩაშიო, ამუშავებ და მანქანებს არ ეცხინებდაო, რატო ეხა ხო შეძლო, არა წასულიყო და მილიარდერია ხო კაცი აეყიდა შვილიშვილისთვის უკვე ლამბორჯინი და რაღაცა 10 სართულიანი სახლი და უპრობლემოდ არა. იმიტომ რომ იმ ადამიანმა ზოგადად საერთოდ ადამიანს, რომელსაც თვითონ აქვს ნაშოვნი, თავისი ოფლით, თავისი შრომით, თავისი ტვინით, ფული, ის არასოდეს თავის ჩამომავალს არ მოუწოდებს, რომ აი ესე ხალავაზე აიღოს ოჯახიდან ფულის პირიქით, შეეცდება, რომ ის ბავშვი დაატრიალოს ისეთი გზით, რომ ასწავლოს, რომ აუცილებელია შენ თვითონ რომ შეძლო მუშაობა, აუცილებელია რომ ისწავლო ამ შრომის ფასი, იმ ფულის გაკეთების ფასი, რომელსაც მე შენ რო აიღებ და სულ სხვანაირი ჯიგრით მიუდგები და სიამოვნებით ამას ყველაფერს. და საერთოდ ზოგადად ხო აი რაც უფრო მეც ბავშვებს აუხსნით სახლში, სკოლაში, რომ ადამიანობა, ურთიერთდახმარება, პატივისცემა არის number 1 step ადამიანის ადამიანობაში, ეს იქნება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო, სარფიანი და გამოსადეგი საერთოდ ადამიანის ბედნიერი ცხოვრებისთვის ამ დედამიწაზე რა. გამომყევი YouTube-ზე, ნუცად პოდკასტზე, გახდით ჩემი ფოლოვერი და გაიზიარა ის აზრები, რომლებიც მე მგონი, რომ ჩვენთვის ძალიან საინტერესო და საჭიროა.